წავა ნატოსკენ ისევ მაპის გარეშე, რაც შეიცვალა საქართველოსთვის ველსის სამიტის შემდეგ. სამშაბათს არჩევანში პრეზიდენტის პირდაპირი ეთერი. ამ გზაზე სიარული ჩვენ რეალურად მივალთ ნატოს წევრობამდე. ნატოს სამიტის კომუნიკე და სადაო 31 პუნქტი. რატომ შეაფასა პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა ველსის გადაწყვეტილებები ქართული დიპლომატიის მარცხად? გაიპარა ისეთი ფორმულირებები, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. მაპის თემის დღის წესრიგიდან ფაქტიურად ნიველირება და მოხსნა არის ოცნების ძალიან ცუდი მუშაობის შედეგი. მხოლოდ პუტინს და ნაციონალურ მოძრაობას არ მოეწონა ველსის შედეგები. ახალი პოლიტიკური სეზონი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ახალი დაპირისპირებით იწყება. ვინ უნდა წავიდეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე? სამიტამდე 2 კვირით ადრე ხელისუფლება ისევ ვერ თანხმდება. თუ იქ ორი დელეგაცია იქნება წარმოქმნილი, ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული ამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის. ხერხემლო მდგომარეობაში გვაყენებს ჩვენ როგორც უწყებას, მაგრამ ზოგადად ქვეყანასაც. რა ფინალი ექნება დავას პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და წავა თუ არა დათმობაზე გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის პასუხი სამშაბათს არჩევანში. საქართველოს გადადის ახალ ლიგაში. როდიდან დაიწყება ველსში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება და რას მიიღებს საქართველო? რა მისიით ჩამოვიდა თბილისში ამერიკის თავდაცვის მდივანი და ელის თუ არა თავდაცვის მინისტრი ნატოს გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას? სამშაბათს არჩევანის კითხვებს ირაკლი ალასანია უპასუხებს. ეს არის სრულიად ახალი სპეციალური საპოლიციო კონტროლი. სპეციალური კონტროლი თბილისის ქუჩებში, დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეები. რატომ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონტროლის გამკაცრება მაშინ, როდესაც ქვეყანაში კრიმინალის ზრდას არ აღიარებს? საზოგადოება წინა დღეებში ჩვენ მოგვიწოდება, რომ გაგვემძაფრებინა ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ნამდვილად არ უჭერ მხარს რეიდებს პირდაპირ გეტყვით. რეალურად გაზრდილი კრიმინალი თუ უსაფუძვლო პანიკა მოსახლეობაში? საშინელება ხდება საქართველოში. ავენჭრიან. მე პირადად ძალიან შეშინებული ვარ. უარესებისგან მიდის საქმე. გახდა თუ არა კრიმინალის მატების მიზეზი დაუსჯელობის სინდრომი? რა საფრთხეებზე საუბრობს სახალხო დამცველი? შეინიშნება საკმაოდ მსუბუქი სასჯელების გამოყენება, საკმაოდ მძიმე დანაშაულებთან შეტარებით. მკვლელობები თბილისის ცენტრში, თავდასხმები რეგიონებში და 4 წლის ბავშვი, რომელიც მძარცველებმა დააუთოვეს. საზოგადოების პროტესტის შოკის მომგვრელ ფაქტებზე და პრეტენზიები სამართალდამცველების მიმართ. დღეს პოლიტიკოსები, ადამიანის უფლებების დამცველები, დაზარალებულები და საზოგადოების წარმომადგენლები. დისკუსია არჩევანში.